გამარჯობა მეგობრებო, თუ თქვენ გაინტერესებთ ფოტოგრაფია, მაგრამ არ იცით რითი დაიწყოთ, რაში არჩიოთ გადასაღებად, რას მიაქციოთ ყურადღება, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის. ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ, რა შემთხვევაში აჯობებს ფლაგმანი ტელეფონი შეიძინოთ ფოტოების გადასაღებად და რა შემთხვევაში უკვე სერიოზული ფოტოაპარატურა. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ფოტოგრაფია საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. აღჭურვილობა არ ღირს იაფი, გინდ მეორადი და გინდ ახალი, ამიტომ სანამ ამ სფეროში შეაბიჯებთ, სასურველია რაღაცა თეორიული ცოდნა დააგროვოთ. რთული არაფერი არ არის, უბრალოდ რაღაცებს ჭირდება აუცილებლად ცოდნა და გარკვევა. თუ თქვენ ბევრს მოგზაურობთ, ან უბრალოდ ძალიან გიყვართ ფოტოგრაფია და გსურთ, რომ ძალიან მარტივად მიიღოთ ხარისხიანი ფოტოები ზედმეტი ცოდნის და დანახარჯების გარეშე, მაშინ თქვენ უნდა შეიძინოთ აუცილებლად ფლაგმანი smartphone-ი. და რატომ ფლაგმანი და არა უბრალო smartphone-ი, ახლა ამასაც აგიხსნით. ფოტოკამერები დღეს smartphone-ების უმეტესობას აქვს, უბრალოდ დაბალფასიანი და საშუალოფასიანი სეგმენტის აპარატები ისეთ ხარისხიან ფოტოებს ვერ გადაიღებს და ისეთი უნივერსალური ვერ არის, როგორც ფლაგმანი აპარატები. აი მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ შორს მდებარე ობიექტების მოახლოება, აი დაზუმებას რასაც ეძახიან და ისე გადაღება, ამას უბრალო აპარატით ვერ გადაიღებთ, მიიღებთ საშინელ გამოსახულებას და ფლაგმანს აქვს იმისი აპარატული რესურსი, რომ ფოტო ძალიან კარგად დამუშავებული გადაიღოს და მოგცეთ საკმაოდ დაშორებული ობიექტი ძალიან ახლოსაც კი. შეგიძლიათ გადაიღოთ ასევე ფლაგმანის მაკროობიექტები, პეიზაჟები, პორტრეტები, ანუ ყველაფრისთვის არის აპარატი გათვლილი, ფაქტიურად არის უნივერსალი და თან რაც ყველაზე მთავარია, ერთ აპარატში თქვენ გექნებათ ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, ფოტო და ვიდეო მასალის დასამუშავებელი და დასამონტაჟებელი პროგრამები და სოцქსელები, სადაც ეს ყველაფერი შეგიძლიათ ატვირთოთ. ანუ გადაიღეთ სურათი, დაუშვათ, იქვე ოდნავ დაამუშავეთ და ატვირთეთ სოцქსელებში. ან გადაუგზავნეთ ვისაც გინდათ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ერთი აპარატით იმავე ადგილას, სადაც ფოტო გადაიღეთ, დაამუშავოთ და შეძლოთ. აი ეს არის ტელეფონის უპირატესობა, ოღონდ რა თქმა უნდა, ფლაგმანი ტელეფონის უპირატესობა ისევ და ისევ. ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტისთვის ასეთი აპარატები დაახლოებით 4000-5000 ლარი ჯდება საქართველოში, ახალი და დიდი თანხაა შეიძლება, მაგრამ თუ გჭირდებათ ნამდვილად ღირს ამ თანხის გამეტება, იმიტომ რომ ფოტოაპარატურის შემთხვევაში 15-20000 ლარი და ხანდახან მეტიც დაგჭირდებათ აი ეს ყველაფერი რომ მიიღოთ ამისთვის. ახლა გადავერთოთ ფოტოაპარატებზე. რას უნდა მივაქციოთ კამერის შერჩევისას? ყურადღება, რას უნდა მივაქციოთ ობიექტივის და სხვა აღჭურვილობის შერჩევისას ყურადღება. ეს იქნება ძალიან ზოგადი ვიდეო, შემდეგ ვიდეოში უკვე ვცლად და დაწვრილებით განვიხილავთ ყველაფერს. გავრცელებული აზრია და დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობთ, რომ დამწყებისთვის საკმარისია უბრალო მარტივი ფოტოაპარატი, იმისთვის რომ ფოტო გადაღება ისწავლოს და მერე უკვე როცა ისწავლის და თუ დაინტერესდება, აჯობებს რომ იყიდოს უფრო უკეთესი ვარიანტი. ეს პირდაპირ მინდა გითხრათ, არის ცდარი შეხედულება და რატომ? ფოტოგრაფიაში უამრავი მიმართულება არსებობს და დამწყებს რა თქმა უნდა გაუჩნდება სურვილი მოსინჯოს თავის სხვადასხვა მიმართულებაში და სხვადასხვა ნიშაში. რომ შეძლოს ეს ყველაფერი, სასურველია იქონიოს კარგი კამერა, მრავალფუნქციური, იმიტომ რომ იაფიან კამერებს ძალიან შეზღუდული ფუნქციონალი აქვთ და დამწყებს ძალიან გაუჭირდება სათანადო ცოდნის და გამოცდილების გარეშე ხარისხიანი ფოტოების გადაღება აი იაფიანი კამერით. კამერის გარდა ძალიან დიდ როლს თამაშობს ასევე ობიექტივი, ვიტყოდი რომ გადამწყვეტ როლსაც თამაშობს ხშირ შემთხვევაში და ის კით ლინზა, რასაც ეძახიან ანუ ობიექტივი, რომელიც ფოტოაპარატებს ქარხნულად მოყვება ხოლმე ხანდახან არის ძალიან დაბალი შუქგრძნობელობის და შესაბამისად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ვერ გადაიღებს ხარისხიან ფოტოებს. თუ დამწყები დაბალი კლასის და შესაძლებლობების აპარატურას შეარჩევს, მაშინ 10-დან 7-8 კადრი გამოუვა ფუჭი, უვარგისი და ჩათვლის, რომ მისგან ფოტოგრაფი ვერასოდეს ვერ დადგება, ამიტომ ამ საქმეს თავს დაანებებს. ძირითადად ასეც ხდება ხოლმე. რაც უფრო ახალბედა და გამოუცდელი ადამიანი სასურველია, მით უფრო მრავალფუნქციური და ფართო შესაძლებლობების მქონე კამერა შეიძინოს. კამერასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასევე ობიექტივს. ობიექტივის შუქგრძნობელობა არის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. იაფიანი ობიექტივები ვერ იძლევა საშუალებას, როგორც წეგან აღნიშნე, ნებისმიერ მომენტში ხარისხიანი ფოტოების გადაღებისა და კარგი ლინზა სადღაც 6-დან 15-20 ღირს, ზოგი მეტიც გააჩნია ნიშას და გააჩნია დანიშნულებას. რა თქმა უნდა, მაღალმაფასებმა არ უნდა დაგაბრკოლოთ. უბრალოდ სანამ ამ ნიშაში შეაბიჯებდეთ, უნდა იცოდეთ რისთვის მოემზადოთ და რა ხარჯებთან გექნებათ საქმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხოლმე
ადამიანი იწყებს ძალიან მიზერული ბიუჯეტით, იაფად. მერე აღმოაჩენს, რომ ამ აპარატურით ვერ ახერხებს გაგრძელებას, სჭირდება მეტი და მეტი და უკვე ძალიან მაგარ ვალებში ვარდება, რაც არ ქონდა გათვლილი და თან უკვე დახარჯული აქვს იმდენი, რომ უკან ვეღარ დაიხევს ესე მარტივად, თან გაგრძელებაც უჭირს და მოკლედ ესეთ რთულ სიტუაციაში რო არ ჩავარდეს ადამიანი, დასაწყისშივე სასურველია იცოდეთ რა ხარჯებთან გექნებათ საქმე ფოტოაპარატურის შეძენის შემთხვევაში. Facebook-ზე შევხვდა პოსტი, ერთ პიროვნება წერდა, რომ ჭირდებოდა მაქსიმალურად მარტივად, რომ შეძლებოდა ხარისხიანი ინტერიერის ფოტოების მიღება ასეთი აპარატი და ურჩიე ფლაგმანი ტელეფონი. კომენტარში დამიწერა, რომ ფოტოებს iPhone Pro Max-ით იღებდა მე-16 მოდელით. გადავედი მის გვერდზე, ვნახე ძალიან კარგი ხარისხის ფოტოები ქონდა. ნუ ესთეტიურადაც კადრირება, ჩარჩო, თვითონ კომპოზიციაც ძალიან კარგი იყო და ფოტოც ძალიან კარგი ხარისხის იყო. გამიკვირდა თავიდან, მეთქი რა უნდა, ყველაფერი მშვენივრად არის, მაგრამ მე მივხვდი რაც უნდა და რაშიცაა საქმე. როგორც ფოტოგრაფი, შემოქმედებითად გაიზარდა უკვე, მიხვდა რომ ის ხარისხი აღარ აკმაყოფილებდა და უნდოდა მეტი. აი ზუსტად ესეთ შემთხვევაში ღირს უკვე სერიოზულად დაფიქრება იმაზე, გადავიდეს თუ არა ადამიანი ფოტოაპარატურაზე, პროფესიონალურ ხარისხიან ტექნიკაზე მოკლედ. მართალია ფოტოაპარატურა ძალიან ძვირი ღირს, თუმცა არსებობს მეორადის შეძენის საშუალება და გარდა ამისა ეს არის დამატებითი მოტივატორი იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი გაიჩინოთ, რომ რაც თქვენ გჭირდებათ, ის აუცილებლად შეიძინოთ. ვახსენეთ მეორადი ტექნიკა და მინდა ეხლა რამდენიმე სიტყვა მეორადზეც თქვა. ბევრი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც კარგად ერკვევა უკვე და საკმაოდ გამოცდილია ფოტოაპარატურაში, გვირჩევს ხოლმე, რომ შევიძინოთ მეორადი. მათი გადმოსახედიდან და ჩემი გადმოსახედიდანაც, რა თქმა უნდა, ეს სწორია. იმიტომ რომ რაც ახალი უნდა ვიყიდოთ, იმ ფასად ბევრად მეტ აღჭურვილობას შევიძენთ მეორადს და თანხა შეიძლება დაგვრჩეს კიდევაც. აქ არის უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. როცა შენ ხარ ახალბედა, ვერ ერკვევი, არ იცი რას მიაქციო ყურადღება შეძენისას, ძალიან რთულია არ მოტყუდე და შეიძინო ზუსტად ის, რაც გჭირდება და შეამოწმო ისე, როგორც საჭიროა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსია მეორადი აპარატურის შემოწმებისას, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება და ამას ესე თეორიული ცოდნით ვერ იზავ პრაქტიკული გამოცდილებაა საჭირო და ნუ ხანდახან ეს გამოცდილება ძალიან მწარედ და დიდი ზარალის შედეგათაც მოდის ხო. თუმცა აქ საშიში არაფერი არ არის, ამან არ დაგავყოლოთ. არსებობს ძალიან კარგი მეორადი აპარატურის მაღაზიები და არსებობენ ადამიანებიც, რომელიც ამ საქმით არიან დაკავებულები, საკმაოდ კარგად ერკვევიან, იმდენად რომ ვერც ვერავინ შეტენის მათ უვარგის აპარატურას და ისინიც არ მოგყიდიან თქვენ უვარგის აპარატურას ან ცუდს, იმიტომ რომ მეორედ და მესამედ რომ დაგჭირდებათ, ისევ მათთან მიხვიდეთ და მათგან შეიძინოთ დანარჩენი, რაც გჭირდებათ. ფოტოგრაფია არ არის საქმე, რომ ერთხელ იყიდო რაღაცა და ამით დამთავრდეს. განვითარების ყოველ ახალ საფეხურზე ასვლისას მიხვდებით, რომ მეტი და მეტი გჭირდებათ და ყოველთვის მოგიწევთ გადაიარაღება და ახალ-ახალი აღჭურვილობის შეძენა. ესია ეხა ეს რაღაც დროის მერე ყველაფერი ვითარდება, თქვენც ვითარდებით და ტექნიკამაც ხელი უნდა შეგიწყო. ნელ-ნელა მივედით ამ ვიდეოს დასასრულისკენ, არ მინდა ძალიან ხანგრძლივი გამოვიდეს. შემდეგ ვიდეოში მინდა ვისაუბრო კამერების ტიპებზე, კლასიფიკაციაზე, როგორ შევარჩიოთ კამერა ჩვენი საჭიროებების მიხედვით. ვეცდები ამაში მარტივად გაგარკვიოთ რთული ტერმინების გარეშე ჩვეულებრივი ადამიანური ენით. თუ გექნებათ კითხვები, არ მოგერიდოთ კომენტარებში დაწერეთ და მომდევნო ვიდეოს ბოლოში აუცილებლად გიპასუხებ. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ ჩანაწერი სხვებსაც. ამ თემაზე ვაპირებ ვიდეოების სრული ციკლის გაკეთებას დასაწყისისთვის ისეთისას, რომ მოგცეთ დამწყებისთვის საჭირო ცოდნა ამ სფეროში შემოსაბიჯებლად. რაც შეეხება უკვე უფრო სერიოზულად და პროფესიონალურად დაინტერესებას, არსებობს კარგი კურსები, რომლებიც პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა შექმნეს, იქ მეთოდოლოგიურად ყველაფერი არის დალაგებული და მოკლე დროში თქვენ შეძლებთ სრულად გაიაროთ მთელი ეს დიდი გამოცდილება და გზა, რაც მათ დააგროვეს და ამაში ფულის გადახდა ღირს. ჩემი ვიდეოების ამოცანა კი არის მოგამზადოთ აი იმისთვის, რომ მე თამამად შეაბიჯოთ ამ კურსებზე და უკვე ერკვეოდეთ ისეთ რაღაცეებში, რაც იქ გამოგადგებათ იმისთვის, რომ ცოდნა იოლად მიიღოთ. არხის თემატიკას რაც შეეხება, ძირითადად ფოტოგრაფიაზე ვიმუშავებ ხოლმე. გარდა სასწავლო ვიდეოებისა იქნება სლაიდ-შოუები, სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებით, ახალი ფოტოების სლაიდ-შოუები, ფაქტიურად პირველები თქვენ გაეცნობით ხოლმე,
გადაღებულ ფოტოებს, ასევე ვაპირებ მოვიწვიო კარგი ფოტოგრაფები, ვინც ყავს, მათი გამოცდილებაც გავიზიაროთ, მათი ამბებიც მოვისმინოთ. მოკლედ, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დარჩეთ არხზე გამომწერებად და გააგრძელოთ ჩვენი არხის ყურება. ეხლა ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და წარმატებებს გისურვებთ ყველას.